ბატონ ნატო ჩხეიძე, ბატონ რომანი შემდეგ გაკულია. გმადლობთ, მივესალმები ყველას, მივესალმები დამწერლ საზოგადოებას. მე თავიდანვე უნდა განვაცხადო, რომ სოლიდარული ვარ ბატონი მამუკას მიმართ, რადგან ბიზნესზე ზეწოლა და ადამიანზე არის დასაგმობი. ბატონმა მამუკამ განაცხადა, რომ მასზე იყო ორკესტრირებული შეტევა. ცხადია ორკესტრს ყავს დირიჟორიც. საზოგადოება შეიძლება თავად ხვდებოდეს ორკესტრსაც და დირიჟორსაც და მე განსაკუთრებით, მაგრამ ალბათ ურიგო არ იქნება, რომ ეს თავად ბატონმა მამუკამ ბრძანოს. მაგრამ მე მაინც სხვანაირად მინდა დავსვა ეს შეკითხვა. ბატონო მამუკა, დაახლოებით 2 წლის წინ თქვენი ბანკიდან თქვენი ზეპირი მითითების საფუძველზე გაიცა მილიონობით თანხა დოლარის სახით, ნაღდი კუპიურის სახით, მაშინ როდესაც ბანკს არ ჰქონდა ბენეფიციალი მესაკუთრის დოკუმენტაცია. ცხადია, რომ მაშინ ეს იყო იძულება თქვენი მხრიდან, სხვანაირად თქვენ არ მოინდომებდით, რომ დაგერღვიათ საქართველოს კანონები, კონკრეტულად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მეორე, მეხუთე და მეექვსე მუხლები და აგრეთვე საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნები. ამიტომ ცხადია, რომ ეს იყო თქვენი მხრიდან იძულება. ხომ ვერ გვეტყვით, რომ მაშინდელი იძულების ორკესტრირება თუ დირიჟორი და ახლანდელისა არის თუ არა იდენტური? ეს არის ჩემი შეკითხვა. გმადლობთ. კი, როგორ არა, გაიგებს საზოგადოებაც და ბატონი მამუკაც ზუსტად გაიგებს ამას. დიახ, ომეგასთან დაკავშირებულ თანხის გატანაზე გესაუბრებით. გმადლობთ. მოგისმენთ. გარკვეულწილად ქალბატონ ნატომ ბატონ რომანის ქალბატონი ნატოს კითხვას. ქალბატონ ნატო მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირ სიტყვიერ განკარგულებას თანხის გაცემა გამოცემაზე მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, არანაირი ზარი ჩემთან რომ ამას მიეცით თანხი არ ყოფილა 27 წლის განმავლობაში ჩემი მხრიდან. მე დავინტერესდი მაგ თემით, მოვიწვიე შიდა აუდიტი და პირდაპირ გეუბნებით, რომ ის თანხა ჯერ გვაბრალებდით, რომ უბრალოდ გვაბრალებდა ბიზნესმენი, რომ ესე თქვა ბანკი დაკეტილი იყო და თანხა იყო გატანილი. გარწმუნებთ ჩვენ არანაირი ბანკი დაკეტილ ბანკში თანხა არ გაგვიტანებია, თანხა გაიტანეს თქვენმა დირექტორებმა თქვენივე ხელმოწერით. ეხლა დაბრალება ჩვენზე, რომ თქვენივე ანგარიშით, უბრალოდ კომპანიის ანგარიშიდან დირექტორმა თანხა რატო გაიტანა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავაკონტროლებინა თურმე ეკუთვნოდა მას თუ არ ეკუთვნოდა. ამას მე ეხლა ვერ მივიღებ დიდი ბოდიში და ვერც იმას მივიღებ, რომ ესე თქვა თქვენ ავოთ, რომ მე ვიღაცა შეიძლება დაურეკე. ესეთი პრაქტიკა ჩემ ცხოვრებაში არ ყოფილა. მადლობა. შემდეგი ბატონ რომანს მინდა უკაცრავად ძალიან გთხოვ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბატონი მამუკა მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს. ერთი რამ კი ნიშანდობლივი იყო ჩემთვის, ამ წლის ორკესტრირებული შეტევის ერთი გვარი დაასახელეთ თქვენ, გახარია და 2016 წლის 21-22 აპრილს უკანონოდ გაცემული თქვენი ბანკის მიერ თქვენზე იძულების გამო ორკესტრირებული შეტევის ორკესტრანტიც ერთ-ერთი სწორედ ბატონი გახარია გახლდათ. ახლა რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ დირექტორების მიერ იყო გადანილი, დიახ ბატონო ჩემო, მაგრამ თქვენ მშვენივრად იცით, რომ ბენეფიციალი მესაკუთრის დოკუმენტაციის არარსებობის დროს, ამას ინკუბესი ქვია და თქვენ ეს მშვენივრად იცით, რომელიც მხოლოდ ერთი თვის მერე მივიდა ბანკში, თქვენ არ გქონდათ უფლება და თქვენ ბანკს არ გქონდა უფლება ეს თანხა გაეტანა. ბანკის თანამშრომლები ამას არც აკეთებდნენ, მაგრამ გააკეთეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ მისცა დავალება, ხოლო ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ. ძალიან ცუდია ბატონო მამუკა, რომ მთელი პასუხისმგებლობით ახლა თქვენ ამას აცხადებთ, სამწუხაროდ თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ, სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა. მე თქვენ გითხარით, რომ მე სოლიდარული ვიყავი თქვენს მიმართ და დავრჩები სოლიდარული, მაგრამ როგორც ჩანს ბატონო მამუკა, უკაცრავად, მაგრამ თქვენ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ეხლა ხართ. დიდი მადლობა. იცით რა არის? მე რა დავაშავეთ, თორე დადარჩენი კი ბატონო ნამდვილად ასია. ძალიან ცუდია მთელი პასუხისმგებლობით ტყუილს რო ბრძანებთ ბატონო მამუკა. გასაგებია რატომაც, მაგრამ თქვენ უკვე გაბედეთ და დაასახელეთ ორკესტრის ერთი წევრი, სხვათა შორის ომეგამ ორკესტრის ყველა წევრი დაასახელა თავისი დირიჟორიანად, მაგრამ პროკურატურაში ის საქმე
გაჩერებულია და თქვენამდე გამოკითხვაზე ჯერ არც მოსულან და არც მოვლენ აქ საქართველოში. მადლობა სამწუხაროდ ვერ გადაგიხდით პასუხისთვის. დიდი მადლობა კომენტარისთვის. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, გიყურებთ თვალებში. მსგავსი ზარი. კარგიერს ბატონო მამუკამ ეგ პასუხისმგებლობა აღარ დაგამთავრებინებთ ბატონო მამუკა, იმიტომ რომ თქვენი საუბარი ახლა პასუხისმგებლობაზე არის ტყუილი. ამიტომ მე თქვენ ამ ფრაზას ვერ დაგამთავრებინეთ და სხვა შეკითხვებზე შეგიძლიათ რომ გასცეთ პასუხი რა თქმა უნდა. ეცადოთ რომ აღარ შევაწყვეტიოთ, ამიტომ გთხოვთ ქალბატონ ნატო უნდა გიპასუხოთ. თქვენ მე მგონი უნდა გიპასუხოთ. თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვიღაცას რაღაცა დავავალე, არის ტყუილი. მადლობა. აუცილებლად ამ ლონდონით ნუ გვაშინებთ. ლონდონის მისამართით ვიცით ჩვენ ძალიან კარგად. მადლობა. ეხლა ბატონი რომან